ჩვენ დავაგემოვნებთ ეგზოტიკურ ენერგეტიკულებს და სასმელებს, რომლებიც საქართველოში არ მოიპოვება და ჩვენთან ერთად იქნება თოკო. გამარჯობა ხალხურ სანდექით. ვიდეო თუ მოგეწონება თუ ეჭვებით, დალაიქეთ, დაკომენტარეთ და არხი გამოიწერეთ, ასევე სარისხლაკი გააქტივიროთ და თქვენი აზრი რა თქმა უნდა დააფიქსიროთ კომენტარებში და თუ მოგეწონებათ ესეთი ვიდეო და კაი გამოხმაურებას დააგროვებს ეს ვიდეო, რა თქმა უნდა კიდევ და კიდევ გადავიღებ სხვადასხვა ნაწილებს, იმიტომ რომ სასმელები, რომლებიც საქართველოში არ მოიპოვება, ძალიან ბევრია. და პირველი არის ესეთი ქილის პატარა ფანტა, რომელიც არის წითელი და ბევრს წარწმებული ვარ ეს ფანტა გეგონებათ ტროპიკის, მაგრამ ეს ფანტა არის მარწყვის და კივის არომატით. აი ესე გამოიყურება ჩვენი წითელი ფანტა და გავხსნათ ახლა. დავай, გახსნე. ჭიქების სტუდიაში ვიდა ეს რა თქმა უნდა. სხვადასხვა სანამ მე ამ ფანტას დავასხავ ხა. უკვე გადაავლო მე ჩემ შარვალს ოთახს დედის მოკლედ იმედი მაქვს ამ ვიდეოთი 500-ს გამოწერს მაინც ავალ დაახლოებით მაკლია. დაახლოებით 830 გამომწერი მაკლია. აუ სუნ ძალიან ზუსტია ბიჭო. ბიჭო მე პრაიმის სუნი. რაც არის იმის სუნი აქ. რა კიდეც საკაიფოა. ბოლში ასნები მოსტოვებს ნახე. არც კივის გემოხდა არც მარწყვს რა. რეალურად მარწყვს გემო ოდნავ ვიგზნობ, მაგრამ ის იმდენადაც არ იგზნობა მარწყვს გემო, როგორი გემოც სხვა მარწყვს წვენებს აქ რა. მაგრამ ხო კაია რავი, დასალებად კაია. ფანტა ხირდა დაახლოებით 3 და 60-მდე რა, ლარებში რო გადმოვიყავით, აი ეს ამ ფანტის ფასი იყო დაახლოებით 3 და 60. მოკლედ, ამასაც შეეხება რავი, კაი გემო აქვს, მაგრამ რაც აწერია იმის გემო არა აქვს რა. მაგრამ ანუ ისეთია რომ დალევი გაგისწორდება ადამიანს რა და რავი, სახევარი იყოს ჩემი. 10-დან 7 მე. შემდეგი ჩვენი ფანტა, რომელიც ბოლო ფანტა არის და დღეისთვის აქ მეტი ფანტა არ გვაქვს სამწუხაროდ. აი ესეთი ანანასის ყვითელი ფანტაა. და აწერია რომ არის ანანასის არომატით გაზიანი სასმელი და სხვა ნატურალური არომატებით. რა მაგარი ფერია ბიჭო. ყვითელია იმენა. კაი სუნია. ანანასი რო ჭრიან სახში რა, იმენა ანანასის სუნია. კაი სუფთა იმენა ზუსტად ანანასის სუნი აქვს და ფერს ანანასის აქვს იმა. ფანტა ანანასის გემოთი წავიდა. ტოპი. სასწაულია ბრატ. ძალიან მაგარი გემოა ბიჭო. ანუ რაც ახატია რომ ანანასის გემოთია იმენა იგარი. ძალიან მაგარია და რავი. იმედია ოდესღაც გვიღირსება და აი ამ ფანტას ისევე როგორც სხვადასხვა სასმელებს, რომლებსაც დღეს დავაგემოვნებთ, შემოიტანეს საქართველოში, იმიტომ რომ ეს მართლა ძალიან კაი ფანტა არის. ზო, მოკლედ ფანტებს მოვჭით და ეხლა გადავდივართ ვიდეოს თავალ ნაწილზე. მონსტერების დროა რა. რახან ანანასზე ვიყავით, ბარემ მოდი გავაგზავნოთ ანანასის მონსტერით. ამ მონსტერს აწერია Ultra Golden Pineapple. ანუ Ultra ოქროს ანანასი. Zero sugar არის ეს. ო, სუნი იმინა აქვს რაღაცი სოღონდ. აუ არა ცუდია სა. აი საერთოდ არ არის, მაგრამ ანანასი მე ანანასი ფუნქციური იყო. არის მე ამას მეორე დაღადავსხო. ოდნავ აქ ანანასის გემო, ოდნავ რაღაცა მოშოვა გემო, ენერგეტიკული გემო დიდად ვაფშე არ აქვს. შუალები ვისაა გაზიანი სასმელი. არ დამეღოთ დიდად. ამას არ ვიყიდიდი რა მართლა. სულ ლარი ხირდეს, გაერთ არ ვიყიდიდი რა ვიყიდებოდეს. ამას 10-დან 3 ალბათ რა. 2.5-ვარდი. შემდეგი ჩვენი სასმელი იქნება ისევ და ისევ მონსტერი. მანგოსუნია ქიმინა ძალიან თან. აბა ჩამოვიდა მონსტერი. მოკლედ, ვისაც მონსტერების ნუ ეს დაგემონება მოგწონს და ამ დაგემონებაში ახლა ძირითადად მონსტერები გვაქვს. თოკოს არხზე დევს მონსტერების დაგემონება. ასრაში იქნება თოკოს არხის ლინკი. გადის მაგარხზე და მაგარხზე ვნახავთ იმას, რა ქვია. მონსტერების დაგემონებას, ოღონდ მონსტერებს, რომლებიც უკვე უშუალოდ აქ იყიდება რა. ჟავია. სუდი დასალები არ არის. არა ცოტა არის. მაგრამ თად რო არ დაგივასოს, ეგეთ დასალები არ არის რა დალევ. მანგოს გემო აქვს. გემრიელია. ხო და რავი მე მომეწონა რა და ამას დავუწერ 10-დან 7. აი, შემდეგი მონსტერი სტუდიაში და ეს არის მონსტერი ზე დოქტორი აწერია. რა წერია? არა, დოქტორი აწერია. ექიბის გემოთი. აი ესეთი ბუთლია, კილა, რავი, ძალიან მაგარი კილა არის, ლამაზია. გემო აზრზე, არა ვარ რისი გემოა რა, ეხლა გავიგეთ. ლინის, აბიჯო, კაი სუნია ხო? ლინის თუ პორტოხლის სუნი ამოვიდა, უკვე პორტოხლის. პორტოხლის ამოვიდა.
კი. იმინა ფოთოხალია. ზუსტად დავხსნი გემოს რა. ეხლა ყველას დაგილევიათ ფანტა პორტოხლის და დაგილევიათ პორტოხლის მეორე სასმელი. რომელსაც ქვია მირინდა. მაგორის შედარება, ანუ მირინდა ყოველთვის იყო ფანტაზე ბანძი რა გემოთი. მირინდას ყოველთვის ჰქონდა რაღაცა მძაღისო და ქერქის გემო. აი იმინა მირინდას გემოა. ხო, იმინა ქერქების გემოა რა. აი პირველი რო დავლიეს, რაც გამახსენდა იყო მირინდა. მირინდას პორტოხლის არომატი, რაც აი რაღაც აშენელება იყო და კიდე იყიდა მირინდა. კი. გასახურია. ორდოთ. დავასხოთ, აი მაიტეში. როდეს ხო, ბიჭო? თუ ყრია. არაფერი არ ყრია, მაგრამ ვერ დალევ ძმა მაგდეს. არა, ბიბა, გასწორა. მე არ დამივასწორე. არა, რა, ცოტა ბევრი დაისხი, ცოტა ბევრი დაისხი. არ მინდა ვერ დავლევ ბევრს. გასწორა. რა გასწორა? გემები გასწორა. ახლა კარგად ნერნენა კი არ დადიო, კარგად ჩავიტანე გემრიეთან. კაკე გასწორა კი არა. იმენა რაღაცა ადამიანი დალევ ამას. ქერქიანად თუ ხო არის ადამიანები, ვინც პორტუგალს ქერქიანად ჭამს. ხანახა მიჩ. ქერქიანად თუ ჭამდა ის წარი პორტუგალის ქერქის გემო რას არის იქ დიდად პრობლემას არ გიქნით, აი ეს დაგევასებათ რა, მაგრამ მე არ მომეწონა. თან მაგრა დაგევასებათ. 10-დან 3 ამას. ამასაც ვერ ნახევარ დავწერე. ეს ვის ჩვენთვის ბოლო მონსტერი არის, ჩემნაირი მონსტერი ultra black. შენს ultra black ხარ? არა, შავი ვარ მე. ბიჭო, რაღაც მაგარი ხარისხიანი ქილები აქვს. თქო, ეგეთი ქილები არ არის. რაღაცა ხორკლიანი ბოთლებია. იმინა რაც არის იქ. ნახე ჩუ. რაღაცა ხორკლებია, ნახე. თან რაც აწერია და რაც ახატია. ანუ იგზნობა. არ ძრება რა. ხო, იმენა მაგარი ხარისხიანი ქილები აქვს. ზეროში ვარ ეს. ეს ის? ეს ჩაქრის გარეშე, უგარეშოთ არის. ხუდაში. ხურდა არა, ის ჭუჭუ ფუსიაში. აი ეს ეგ კიდე, აი ესეთი მაგარი რაღაც თქო გავხსნათ ხა. რაღაცა კოწახური სუნი აქვს. ეს ტოპი იქნება. დავაი, მესა? მეც კაჩი. ჟოლოს სუნი აქვს, მაყვალის თუ. ვერც ვერ ვიგებ რაღაცა სუხილის სუნი აქვს. ოპა, აბა. შავი. კაი, მაცალე. არა ამჟავ. ვეგავი. მართლა ვეგავი. მოვაჭახუნე კიდე, თორე მე მაგინე ხოლმე. მოკლედ ამაზე ინფორმაციას მოვიძიებ და აი აქ ამონახდება ეხა რეალურად რისი არომატით არის. რაც არ უნდა იყოს კაია რა. რავი, მომეწონა რაღაც მომჩი და მე ამას შემიძლია თამამად დაუწერო 10-დან 7. 6.5. მოკლედ, ესე დამბო რა და აი ამ ультра შავი მონსტერით დავამთავრეთ დღევანდელი ვიდეო. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დალაიქეთ, უეჭველით და კომენტარით არხი დამოიწერეთ და საერთოდ გააქტიურეთ. დაგვიწერეთ კომენტარებში თუ მოგეწონათ ესეთი კონტენტი და დაგვიწერეთ რა სასმელები გამოვიწეროთ რომ გაგისწორდეთ თქვენს ყურება რა. ის რა იყო რა თქვი რა one chip challenge-ს გამოვიწერეთ მეთქი? ხო. რომელი დაგემოვნება იყო, სად იყო? არ მახსოვს, მაგრამ ვიპოვი და ვიდეო სამანათე. ეს ვიდეო თუ ავა 300 ლაიქს. one chip challenge შეკოსთან ერთად გადავიღებ. ნახეთ ხა ვიდეო, რომელიღაცა ვიდეოში აქ იგეთ რაღაც.com. 300 ლაიქს თუ ავა ეუჭახა. ეს ვიდეო 300 ლაიქზე, კომენტარებში კაი შეფასებები და ჩვენ 5000 გამომწერს. და შემდეგ ვიდეო იდება. წავედით.